საქართველოს პირველი არხი წარმოგიდგენთ. ჩემ გოგოსაც დაუკაპიწებია უკვე შელები? და შენ სად გაქრები? ეგრე გირეკაო ტელეფონის სახში დაგრჩა. ხო, ფარტხაფურთხით გავარდი. ნოდარმა დამირეკა თონიდან. დროზე თუ არ მომიტანე გოჭი, მე ვეღარ შევწვაო და გავიქეცით მე და გოჭი. შენ იცინე და არ იცი რამდენიმე ხვეწა მთელი გზა არ დამტოვო ნოდართან არ მინდა იმ სიცხეშიო. ბავშვები რა შვებიან? თავიანთ ოთახში ერენ მარტო სახლში ჩავუდგე და უყურებენ. მარტო სახლში რა გინდა კაცო, ჩავუდგე ბედის ირონია. აზიარეს ახალწლო ტრადიციებს. ეს შეგვგანაცივარში? არა, იქ ადგილი. რატო რა იშოვეთ ამდენიამ გეწაძეებმა? ასაკეთ. დაგეხმარო გინდა? არა, შენ აიქ დაჯექი. მე ხელსებ მორჩები და ყავა დავლიოთ. ყავას მე გავაკეთებ. ხა? აუ რა კაია. დილიდან მინდა ყავის დალევა და ვერ მოვაგითავი. რატო? რა ვიცი მე თუ ვერ მოვასწრებ, მანანა მილანის აეროპორტიდან დამირეკა, იმდენ რამე დამავალა. ნიგოზი ორჯერ გაატარე დედიკო. ინდაური იცოდე კარგად გაწმინდე და მე წამოადუღე. ისპანახს რო გარეცხავ, ოდნავ შეაშრე. საიდან იცი? გუშინ სანამ შენ კორპორატიულზე გუგუნებდი, მე სიდედრის ბრძანებებს ვისმენდი სხვათა შორის. ხაჭაპურისთვის მაწვნის ყიდვა არ დაგავიწყდეთო. მე იყიდე? არა. მაგრამ ვიცი რაც უნდა ვქო. რა? რძე გვაქვს და შევადედებ. აი ხა. მანანას მოსაყვანად რომ წავალ, გზაში ისე ვიდიდი რომ ვერ მიხვდება რომ დაგვავიწყდა. აი, მოსაყვანელი ხა. რადგინა მე მანანას ვერ შევაყვარე ვერაფრით თავი. რატო ამოფეგრე ხო იცი რომ გიждდება შენზე? აი წამოდი და გაჩვენებ როგორ გიждდება. რადგანს თუ არა ფერდი მიწაზე ეგრევე დაიწყება ჩემი ლანძღვა. ეგ ზედმეტმა სიყვარულმა იცი. ბაბა. მადლობა. კოტიკო, რა უყოთ ამდენ საჭმელს? უნდა გაგიფრთხილები რა დედაშენი რომ ორხოზე ხარ? იცის, მაგრამ ორსული ქალის პარხობის გაუგიაო. ეხლა დედა ჩემის გამოგზავნილიც დაემატება და? აგიდან გავუშვი ბავშვები? ხო, აქვე მოვა მარშრუტკა და გინდათ ვარა წავალთო. მათი სად არის? დავხატავო იქით არის. რაღაც საეჭოთ არ ხმაურობს. აი მე ხო, ძალიან ჩუმად არის. წავალ გავხედავ აბა. რასაკეთე? საჩუქრებს ნახულობ. საღამომდე ვერ მოვიტმინე. მამი, წუხელ ხო გითხარი, შენი საჩუქარი სხვებისას თავზე ადევს თქო. ეს. ხო, დე, აბა დაიხურე როგორ მოგიხდება? არ მინდა. ამას მარიამის ფერადი ფლომასტერი მისჩვენია. ხო, დე, მაგრამ ეს რომ მარიამისა. უკვე ჩემი გახდა. ვაიმე კოტიკო, ეს ჩემია? აბა ვისი იქნება ნათი? გახსოვს მაღაზიაში რომ მოგიწონა, უცხი მოწვავსო. მადლობა. შენი საჩუქარი ნახე? რუსიკები და წინდები. რა კარგია, მამი. მადლობ ნათი, მაგრამ მამხელა მუცლით მაგის გულისთვის ირბინე. ხო, მაგრამ ხო გჭირდებოდა. ჩემი დაუზარელი გოგო ხარ შენ. წინდები დებილური საჩუქარია, მაგრამ ნუ გეშინია თოვლის ბაბუა უკეთეს მოგიდა. მუსიკოსები გამოიძახა, ხო, მაგამ? გამარჯობა. გამარჯობა. ირაკლი თქვენი ახალი მეზობელი. ზაზასასი ამონდო. და დახმარება დაგჭირდება. არა, მადლობა, ბიჭები ამოვლენ მომეხმარება. ხო, თორე მეც აეროპორტში გავარკვევარ სიდედრით ჩამომდის, თორე შენი ხვანი და ჩემი გისე. არა, მადლობთ ამოვლენ და მომეხმარება. ნახდათ აქ უნდა იცხოვრო. კი, აბა. მოდი მაშინ 2 წესზე შევთანხმდეთ.
პირველი არავითარი თქვენობით მომართვა და მეორე ამ საღამოს სტუმრებს ველოდები და შენს ჩვენთან ერთად უნდა იყო იცი. მადლობა, მაგრამ მესამე წესი. არავითარი მაგრამ. კარგად. ოსანდრო გააღერა კარი. მოდი კიდე შენთან გავაღრე. აიმე, ყველა კაცი ესე ერთხელ როგორ არის. დედი შენ არ გვაგრძნობინე უმანანობადე. რა ვქნა სანდრო, ხო ხედა ორივე ხელი დაკავებული მაქვს. მიდი რომ გააღე. აი, სანდრიკონა, დედა სახშია? აიმე, რა გემრიელად გამოიყურება. მართლა გემრიელია, დედა ჩემს გაკეთებული არ არის. ძა მართლა 2 წუთით მოვედით, ჩემი ძმა ჩამოვიდა და იქ მივდივართ. რა კაია. 17 წელი აქ არ ცხოვრობს, მაგრამ არც ერთი ახალი წელი არ გამოუტოვებია სულ ჩამოდის. ოჯახით არის? კი, ბავშვებს გიჟდებიან აქ ყოფნაზე. მე ახალ წელს აქ არ იქნებით? არა, იქ ხვდებით. ой, მე ბევრი სტუმარი მყავს და ვიფიქრე თქვენც მოხვიდოდით. ჩვენ ვერ მოვალთ, მაგრამ წინასწარ გვინდოდა ახალი წლის მოლოცვა. ეს მე? კი, რა საჭირო იყო ახლა? მადლობა გვინდოდა გვეთქვა. ერთი წუთი არ მოვიდო ქვირიანი. ესე? ეს როგორც გინდა რა? ესე. ინი ლუკიტებული. ესე და დიდი სათვალე. ხო, ძალიან გიხდება, ძალიან. აი მეც. ხო, ამაზია, გიხდება. ომაკა, სათხარ გელოდება ქალი. ვინ ქალი მელოდება, მაკა ადრეა ჯერ. ეხლა ამერიკა თბილისში ვართო. აუ, გასუზანდა ავტობუსის წყლის. კი, მიდი რა დროზე რა. ხედავ, კაი. ხამასეცა ხიზაზა დახვედრას. დამხვედროდი ბარემ სახლში ლიფტთან. Benvenuto voi ragazze. Grazie signore. თქვენი ბარგი? ჯანდაბა სადამაკ ბარგი. როგორ ჩამოვედი კოპიტნარიდან არ მახსოვს. არა უშავს, იპოვიან და დაგიბრუნებენ მილიონჯერ მომსვლია. შენ ხარახურებით აქ გამოტენილი ჩემოდანი და ვისაც უნდა დაგიბრუნებენ. აბა ჩემსაც მინდა აბრუნე. რა ვიცი. აი მანანა გეხვეწები ნერვიულობ. აეროპორტშიც ეგრე არ გითხრა. ესე იგი ხდება ესეთი რაღაცა. მაინდა მაინც ჩემზე? შენსაც რატო არ მოკიდეს ხელი? რა ვიცი ჯანდაბა ერთი. თუ გინდა აიღეს ჩემი და გქონდეს. ისე სხვათა შორის შენ რძელს რო ჟაკეტი უყიდე დამხატავდა. ხო და თუ მოგწონს, მოგცემ. მაგას მაინც არ მოწონს ჩემი ნაყიდი არაფერი. ჩემი იყოს არა ის. წავედით? წავედით, ხო. ესე ხელცარიელი როგორ მივიდე ბავშვებთან, აა? აი, ჩამოდით ახლა მეც მიმიში. აი მე როგორ მომენატრეთ, აღარც იტალია მინდოდა და აღარც არაფერი რა. ჩვენ ციცაბურ მოგვენატრა და გამეკიდე. რა ვიცი, აი რაღაცეებია და ნახეთ. ეს ჩემია ეს? ხო, მე მგონი. დედა ლოლი, ეს ისტორია ზუსტად მე რომ მინდოდა. ეს ისა YouTube-ზე რა ვნახე ის ლეგოები, საერთოდ იცოდი. ბებო, ყველაფერი იცი. ო, მადლობა ბებო. მაშინ სიმავანახოს. კაი, რა გინდა და ხრატო შეწუხდია? აი მე, ეს ვინ ყოფილა რა? ოქრო, მაკა, ოქრო. მარა აფერისტი. ბოლომდე მაინც არ გამახარებდა. აი მე მაკა ჯანდაბა ჩემ თავს, ჩემუდანი დავკარგე. მართლა?
რომ მითხრეს, თქვენი ჩემუდანი არ ჩამოვიდაო ერთი სიკვდილი დამამთავრე, მთელი გზა ვტიროდი ბავშვებს რა უყო მეთქი. ჩემ ძონძებს დავეძებდი, მთელი თქვენი საჩუქრები იქმნებო. შენ უღით, კაი, რა საყვარელი ხარ? ახალი ამბავი. არა, როგორ მოიფიქრა, ნუ? მოიცა ზაზა. ამას წინათ შანხაიდან რო შარფი ჩამომიტანე, ისიც აქ იყიდე? არა, როგორ გიკადრებად. აიმე. ამის შემდეგ სადმე რო წახვალ, შეგიძლია არაფერი არ მიყიდო, უკვე ვიცი სად იყიდება. შეიძლება ერთი გოზინაღიც რო ავიღო? დედიკო, ერთი ცალი კი არა, შენია, მიადეკი და ჭამე და ჭამე. მაშინ მეც ავიღებ ერთს. შენ ნიგზიანი კი არა, მე მგონი ვიტამინები უფრო გინდა. ახლა შენ მოგწონს ამისი ფერი, მაკა? მე მომწონს ერთად ზაზა, ფერითაც, ხორცითაც. შენ ნამდვილი სიყვარული. ყველაფერზე ხუმრობა არ გამიგია ზაზა. აბა, ახალი წლის წინა დღეს ფერზე ლაპარაკი გაგიგიათ? კარგად ვარ, დე. ჯანზე ვარ, არაფერი მიჭის. აი, მე გმინდა დედიკო, მეც მეტი კი არაფერი. კაი. წავალთ ახლა ჩვენ და საღამოს გელოდებით, ხო? ტაქსის გამოგიძახებ. არა, დედიკო, საღამოს არა. მეზობლებმა მითხრეს შენთან შევხვდეთო და რა კაია, გინდათ მოგეხმაროთ? არა, ციალა ჩამოვა და ყველაფერს მივხედავთ ჩვენ. შენ არ შეწუხდე, დედიკო, არა. კაი, მაშინ წავიდეთ. და გილოცავთ წინასწარ. გაიხარეთ, შილო, გილოცავთ, დედიკო, მადლობა. ბედნიერად. და მოგეხმაროთ. აი, მე ღმერთმა შეგარგოს, დედიკო, ღმერთმა შეგარგოს. გიო მოდი რა და ერთი წუთი ეს წაიღე რა იქნადე რა ვერ მინდა რა ეს რატო და ახალი წელია რა მინდა ახალი წელი კაი რა ესე მოწყენილი ხო არ იქნები ახლა მამა მინდა მეც ძალიან მინდა რომ ლევანი აქ იყოს, მაგრამ რა ვქნათ? უნდა არ გვინდა ეს ხილიდან ამწყობდე რაღაცები რა. ეხლა ლევანმა რომ გაიგოს რომ მე და შენ ძალიან მოწყენილები ვართ, არსად არ მიდივართ და არაფერს არ ვაპირებთ, როგორ გონია? მოეწონება? არა. მე? კაი, მიდი შენ ახლა სახე დაიბანე და რომ გამოხო კაი ხასიათზე იყავი, კარგი? კაი. ალო. გისმენთ. მე გისმენ. ლევან. გესმის? კი, მესმის. შენი ხმაც მესმის და იმასაც რასაც გზნობ. მართალი ხარ, ცუდი კაცი ვარ რა. ლევან. შეგიძლია მეჩხუბო, მაგინო დამწყევლო უნდა გიხოცები არიტირო რა. მიყვარხარ. რა თქვი? ძალიან მიყვარხარ. იცი როგორ მიყვარხარ? გიოდე, მოდი მამა რეკავს. ალო, მა. კაცური კაცი. მა, რაღაცა მინდა გთხოვო და შენი მედი მქონდეს? კი. გიო, სანამ სახში არა ვარ. დედას მე მიხედე რა. ხო იცი რომ მე შენს გარდა არავის არ ვენდო. კი. ანუ პირდები რომ არ მოიწყენ, ხო? და დედამ თუ მოიწყინა, იმასაც გაართო. კი.
სხვა რა შროგით, მა? რავი, აბა დედას უფრო გაშალა, ნამცხრები გვაქვს, ნაძვი არის. და მოიცა ბებოსთან არა ხართ? არა, ჩვენთან ვარ. რა მაგარია, მამა. ალო. ლევან. გილოცავ ახალწელს. იყავი, მე მივხედავ. აი დაანები შენ კიდე ბავშვები არიან. ამან უყიდა. გაერთობიან. ხსაწყა. ამას მეტი ჭკუა კი არა. რა გადასარევია. უსწავლია. მადლობა, ვცდილობ. ქართული სამზარეულოს დახვეწასაც ვცდილობს, მაგრამ ძალიან კარგი, მე ხა ვისწავლე. მართლა? მე როდის გააკეთებ? აბა, ეხლა ჩაიწიეთ, შევიწროვდით მეგობრებო, ნათი ამოვიდა თავისი ჯალაბობით. ჯალაბობა, ანუ კაი ტიპია, ხო? არ შეიძლება ეს რამდენჯერაც მოუნდება ეს დაუკითხავთ ბავშვი წაიყვანოს, წამოიყვანოს, ეგრე არ მოსულ. მოკლედ ვილაპარაკე აუხსენე ყველა. მეგობრებო, გაიცანით ჩვენი ახალი მეზობელი ირაკლი. მეგობრები, ჩემი მეგობარ მეუღლე მაკა, სასო, ელენე, დათო და ელგა. ელენე. ეს ბიჭები. გოგო მეზობელია. აქ არის ადგილი. აქ დავიწყე. ჩვენი. ვон გულზე არ გამარჯვება. არის ისინი გაბა. პროდუქცია მაშინ. ესენი ბიჭო, აღდამდე კოტიკო შენ ხარ? ხო, მე ვარ დასო. ეს ათხართ ამდენი ხანი? 5 წუთში მანდ ვიქნებით, მალე მოვდივართ, მალე. კაი, გელოდებით მინდა. აი ეს საყვარელი, ისუთქე, ღმადი ისუთქე. აი ეს და 5 წუთში კლინიკაში ვარ, კლინიკაში. ხوار გავიწრო. არა, დასა. მეტას. დავიმახსოვრე. თქვენ? ირაკლი. მე ვერ დავიმახსოვრე. ჯერჯერობით. კოტე რა შვება მართა რა კოტე? მოვდივარო. ხო და წავედი მე ღვინო ჩამოვასხათ, თორემ მოვიდა ახალი წელი. მოკაცრავად. ძალიან მიყვარხარ. ქალბატონო მანანა. ყველაფერი კარგად იქნება. შენ ჩემი სიტყვა დაიმახსოვრე.